ახალ სამინისტროში გენერალ-მაიორი მდინარაძე აპარატის გარეშე იმუშავებს, ამ მოვალეობას მთავრობის კანცელარია შეითავსებს. პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით მთავრობა განსაზღვრავს მდინარაძის უფლება-მოსილების ფარგლებსაც. სუსის ყოფილი უფროსის კაბინეტიც კანცელარიაში იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტობრივად მდინარაძის გაგდების ტოლფასია. ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ბოჭორიშვილი ისევ ბრიუსელს აკრიტიკებს. აუდიენცია აულაბრის რეზიდენციაში 1 საათი მიმდინარეობდა, ჰერჩინსკიმ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახებს თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდა. დიპლომატის გაკეთებული ეს განცხადება გახდა მისი დაბარებისა და ოცნების მხრიდან პოლიტიკური თავდასხმების მოტივი. ერთი დღე სინოდის ხდომამდე, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი უნდა აირჩიონ, მღვდელმთავრები ამბობენ, რომ გამოკვეთილი არჩევანი უკვე აქვთ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. მაღალი სასულიერო იერარქები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი სავარაუდოდ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი იქნება. სინოდის წევრებს უჭირთ ვარაუდი, რამდენი ხნის მოგროვებას მოახერხებს მეუფეშიო. პროკურატურამ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი ლარის პრემიების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ოცნების დეპუტატების განცხადებით, გადახარჯვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.